ქვეყანაში გავრცელებული ვირუსების, მათ შორის ღორის გრიპის გამო ეპიდემიოლოგები მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ. ექიმების განმარტებით იგი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ადამიანს არა მარტო გრიპისა და ვირუსის, არამედ სხვა ინფექციური დაავადებებისგანაც იცავს. პირბადის მოხმარება რეკომენდებულია 2 წლიდან ბავშვებისთვისაც. სეზონური პიკია ახლა ვირუსების და ზოგადად ერთი კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს, რომ ურემი რო გადაბრუნდება, გზამერე გამოჩნდებაო და აქედან გამომდინარე პირბადის მოხმარება ერთ-ერთი პრევენციული, უპირველესი პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც აუცილებელია როგორც მოზარდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და ეს აუცილებელია დასაწყისშივე ჯანმრთელმა კონტინგენტმა მოიხმაროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ვინაიდან დღესდღეობით არის უამრავი ტიპის ვირუსი გავრცელებული, სეზონურ ვირუსთან ერთად არის კოვიდის ვირუსიც გავრცელებული და სხვა დანარჩენი ვირუსებიც და ამიტომ აუცილებლად საჭიროა პირბადის მოხმარება 2 წლიდან ზოგადად უკვე შეიძლება რომ ბავშვმა მოიხმაროს პირბადე და განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც არის ძალიან ისეთი დაინფიცირების წყარო უფრო მეტი რაოდენობით და ამიტომ აუცილებლად უნდა მოიხმარონ მათ პირბადე ჯანმრთელმა კონტინგენტმაც, არა მხოლოდ დაინფიცირებულმა კონტინგენტმა. ბავშვებმა, მოზარდებმა, განსაკუთრებით საშიშია, როგორც ყოველთვის ვამბობ ხოლმე რისკ ჯგუფის პაციენტებისთვის, რომ ისინი არ დაავადდნენ, რადგანაც დღესდღეობით არის უამრავი დავირუსებული კონტინგენტი და აი ვეღარ აუდიან ექიმები მათ გასინჯვას და მათ ვიზიტებს, უკვე ისეთი რაოდენობაა ვირუსების. ამიტომ ჩემი მოწოდება იქნება როგორც ექიმის, ბავშვები მოვარიდოთ ვირუსებს და დავიცოთ თავი ამ ინფექციისგან და ვიხმაროთ პირბადე, როგორც ერთ-ერთი უპირველესი პრევენციული ღონისძიება ვირუსებისგან თავის დასაცავად.